და მოკლედ ამ ყველაფერს რა ხდება? რესტორანი რო გითები. ციტლად ეროვი დაწერა მასთან და ეს არ არის კაი. მოიცა, არ დავამთავროთ ეხა? აღადა. კაი, რას შვებით ეხა რა არის გამოსავალი? რას ვწერთ? 1 2 3 მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უყურებთ To Speak Easy-ს და დღევანდელი ჩემი სტუმარია ადამიანი, რომელსაც აი ამ სივრცეში ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, ალბათ პირიქით თავად უნდა წარმადგინოს. ნიკა ვასაძე. დიდი მადლობა სალომე მოწვევისთვის, სამიხარია რომ შენი სტუმარი ვარ. პირიქით, აუცილებლად ერთად ვხოვოთ ხო, როგორც შენ მითხარი, კადრს მიიღმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ გამოიწერონ ჩემი არხი. აბსოლუტურად, აუცილებლად მეგობრებო, ყველამ გთხოვთ გამოვიწეროთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოგეწონებათ გადაცემა. ხო, რომ ვიყოთ გულწრფელები. იმიტომ რომ ვისაც არ მოწონს ეგეთი გამომწერები არ გვჭირდება. შენ ჩვენი გადაცემა გენახა, ამ კითხოს ახალ დასამთ. უკაცრავად. ეს არც ერთ სტუმარს არ გაუკეთებია ეს. ერთხელ დავთვალე ძალიან და სხვათა შორის იმ დროს შენც იქ იყავი. აქვე ავიღებ გუგასგან ამაზე თანხმობას. სულ ფარში უნდა იტრიალო. ხო არა? გაკ მარონსე პრინციპში რა. კარგი, რამდენი სიურპრიზია. უნდა ჩავწერო. კარგია. მოდაგით ყველაზე გადამწყვეტ რაუნდს. ამიდუთი გაიგოს, ოკეი. აი ესეთები არიან ქალები რა. შენ ადგილს ცოტა ფრთხილად ვიქნებოდით. აი. კაი, მოიწევთ ის რა. რამდენი არ მილაპარაკე. აი, შენ ნამდვილი მეგობარი. ვიდეოც სტოპი გამოვა. გადასტურე. ნიკა, მე გადავები ხო რაღაცას? მე არაფერს ალბათ წარმატებები ჩემო სალონში. ახლა ჩვენთან ხარ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთო და პირველ რიგში უნდა დაიწყოს საავტორო კოქტეილის მომზადებით. ოკეი. ჩვენ დაგვეხმარება ჩვენი ბარმენი საბა. საბა, მოგესალმებით და საბა. დავიწყოთ იმით, თუ რომელ სასმელს ანიჭებ უპირატესობას. ალბათ საყვარელი სასმელის ბაზით უნდა მოვამზადოთ ეს საავტორო კოქტეილი. კი, მე მიყვარს ვისკი ზოგადად და ტეკილა. მე მგონი კოქტეილისთვის ვისკი ჯობს, რასაც საბა. Old fashioned-ის ბაზაზე დავამზადოთ რამე მსგავსი. გამოვიყენებთ ვისკს, gin beans. კიდევ ნავარჩიოთ ინგრედიენტები, რა შეიძლება შევუხამოთ. Old fashioned-ში რადგან შაქის სიროფიც მიდის, მოდი შაქის სიროფი შევცხოვოთ სხვა სიროფით, მაგალითად არჩევნის წინაშე დაგაყენებ, გვაქვს მონინის ვანილის სიროფი, თაფლის სიროფი და ჯინჯერის სიროფი. ის სიტყვისთვის ვანილის სიროფი ჯობს. ვანილის სიროფი გამოვიყენებ. ველი გირჩევნია თუ მჟავე რო ის კოქტეილი. მაშინ ლიმონი თუ პორტოხალი. პორტოხალი ძალიან მიყვარს რა დამირჩევნე პორტოხალი. პორტოხალის და ლიმონის რო ბალანსი არ დაიროს. ლიმონის სიმჟავისთვის და პორტოხალის რო არომატი რო შესწინოს ამ ყველაფერს. ჭიქებში ჩავყაროთ ყინული. ერთი კითხვა მაქვს. ბევრ ყინულს იმიტომ აგდებენ რომ ცოტა სასმელი ჩაისხას თუ მნიშვნელობა არ აქვს. გაწერილი მაინც იქივე ჩავა. ხო, იმიტომ ხა ბევრი ყინული იმიტომ საჭირო ყოველთვის ვიძახი რომ არ გაწყალდეს მალე სასმელი, თვითონ რაც ჩავასხით ინგრედიენტები და პლუს ალკოჰოლი შეინარჩუნოს. ბევრი ყინული თუ არის არ წყალდება? უფრო დიდხანს ინარჩუნებს. ერთმანეთს აციებს უფრო, ხო? მე შენ ჩვენი გადაცემა გენახა, ამ კითხოს ახალ დასამთ. უკაცრავად. რამდენს ვაკეთებ ერთ თუ მეორე ჭიქაც, იმიტომ რომ შენ ორი სასმელი უნდა მოვამზადო. ოკეი. ერთი შენთვის, ერთი სალომისთვის. მაშინ ბევრი ყინული. მე უნდა შევაფასო, როგორ ამზადებ და რა როგორ გამოივა. ამზადებ? კი ბატონო. პირველ რიგში ჩავასხოთ ვანილის სიროფი. ნიკა, თუ იცი ამით გამოყენება. შეიკერის, ჯიგერის. კი. ტერმინოლოგიაშიც ერკვევი, ხო? მეტნაკლებად რა, ეხლა უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ ალბათ. ლიმონი გავუკეთოთ, ლიმონის წვენი. ზუსტი გასწორ დავუცვათ, ჩავასხათ ჯიგერში. არა, ხოჩო. ეს არც ერთ სტუმარს არ გაუკეთებია ესე. მოხერხებული ხარ. ნიკა, სულ ფარში უნდა იტრიალო. ხო არა? კი, ძალიან კარგად გამოგდეს. მადლობა დიდი. ზოგადად სამეგობრო წრეში მე ვარ ხოლმე რა. აი, თურმე. ეს ორივე წვენი იქნება გამოყენებული პორტოხალიც და ლიმონიც. პორტოხალი არომატისთვის უფრო კაია და არა სიმჟავისთვის. ჩიმბიმ. აბა. ძლიერი გავაკეთე თუ როგორ გესიამონება? შენ როგორც გინდა.
არის საშუალება და არ არის კი ბატონო. აბა ნახე. გადასარევი. აი აქ დაძებჯობია და ისე დაარტყა ხელი. შვენია, ხა გადავიდეთ შეიგი. კარგია. რახოთ შეიგი და 5-7 წამი, 5-7 წამი. ეხა გავხსნათ, აბა. გვერდიდან უნდა მიერტყა? ესე თუ ეს? ის რომ მიეთქვა, მე უკვე მაგალითად იხსნა. სა. მეცად გავჭედავ თავი. აი ღია სივრცე სადაც აქვს. ჩვენ არ გამოვიდეს და რატო არ გამოვიდეს? ჩვენ ვიზეს არ გამოგივიდნენ, ამოწია ძალით. ეგნა გაანაწილო ორივე. ჯერ ახოთ რამდენი გამოვიდა რა. ორ და გავაკეთოთ. ზუსტად გამოვიდა. ეს ბანტიანი თქვენ. всё, საერთოდ სხვა არის. გაგვემარჯოს. გაგვემარჯო. მე ძალიან მომწონს. მართლა ძალიან მომწონს. მართლა კარგია. კარგი, და რას დავარქმევთ ამ კოქტეილს? რადგან თქვენ მომზადეთ, თქვენ უნდა დაარქვათ სახელი კოქტეილს. რა ვიცი, easy მარტივად გავაკეთეთ, მაგრამ easy დავარქვათ. Grilled easy. easy. ფიქ ჩვენზე იყოს. გემრიელი კოქტეილი რაც გამიგეთ. easy. შეგიძლია უკვე სახლშიც გააკეთო. პირველ რიგში მაინტერესებს შენი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება და მაინტერესებს ოდესმე თუ დამთროლ ხარ ისე რომ რაღაც ინციდენტი მომხდარა და ესეც რომ გაგვიზიარო. თრობა ძალიან ესეთი კარგი მოქვს რა, მაგრამ ერთხელ დავთვალე ძალიან და სხვათა შორის იმ დროს შენც იქ იყავი ერთ-ერთ ვიდეოში თუ გახსოვს, ვინ უფრო მეც თალებს ესეთ შეჯიბრება ქონდა და მე ვიყავი. შენც მოხვედი კი ბოლოს. ჩვენ ოთხი ვეჯიბრებოდით შარტავაზე რომ ხო, ეგ სტუდია მახსოვს, აი მაგ მცენარეებით რომ ვერთეთ. იაგერმაისტერს ვსვავდით, ალბათ 1.40 ჭიქა დავლიე და ახლოვებით რა და რა არ მახსოვს ვინ მოიგო? მე მგონი ნიკა მოიგო რა, კაკო. შენ და ბაბი იყავით ცოტა. შემოვიარეთ და გავედით? შემიძლია ვაკონტროლო ჩემი თავი და იმდენი დავლიო, რამდენიც შემიძლია. ახლა რა გველოდება ჰანგრემენში შემდეგი ეპიზოდი, რა იქნება? შემდეგი ვიდეო არის ძალიან საინტერესო სხვათა შორის. აქვე ავიღებ გუგასთან ამაზე თანხმობას. შემდეგი ვიდეო იქნება ფრენკი მერაბ დვალიშვილთან ერთად. კაი, ყოჩო. ძალიან მაგარი ვიდეო, აი საოცარი ვიდეო იყო და აქ მაანონსე პრინციპში რა ახლა. და როდის გავა? ამ თვის ბოლოს დაიდება ეგ. გიჟივით იყო, აი ისეთ მუღამზე იყო, რომ შემოვუშვით ახლები და რაღაც 6 ადამიანზე გვინდოდა რომ გადაგვეღო და ერთი 15 შავწერე და ისე კარგად იხუმრა და ისეთ სტრაფი იუმორი ქონდა, რომ ძალიან გავერთეთ ყველა პროცესში და სავარაუდოდ ვიდეოც სტოპ გამოვა. ვინ იყო ნიკა ვასეძე ჰანგრიმენამდე? იმდენი ხანია ჰანგრიმენი ვარ. და ამ სფეროში ვარ, რა ვიცი, ალბათ 21 წელს ვიყავი, რომ YouTube-ზე შემოვიდგი ფეხი. მანამდე ვსწავლობდი, მქონდა პატარა გამოცდილებებიც სამუშაო, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი, რა ძირითადად სწავლა-განათლებას უთმობდი დროს. TSU-ში დავასრულე სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და შემდეგ მაგისტრატურაზე ვცადებდი ჟურნალისტიკაზე, მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევებზე. მაგრამ პროცესში დიდად ვერ ვიკაიფე და არ დავამთავრე რა. აი თუ წარმოგედგინე ბავშვობაში რომ აი ესეთი პოპულარული იქნებოდი, ეყარებოდი ამდენ ადამიანს. YouTube-ზე არ წარმომედგინა, მაგრამ გეგმავდი და ვაპირებდი ფეხბურთელობას რა და შესაბამისად აი სულ მინდოდა რომ რაღაც ისეთი წარმატებული ყოფილიყავი რომ ხალხს ყარებოდი. სხვა მიმართულებით გამოვიდა ცხოვრება, მაგიტოა საინტერესო, რასაც გეგმავ ყველაფერი ისე არ ხდება და ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გზით, რაც გამოვიარე. ბები არა სერიოზულად უყურებ და ფეხბურთს, ხო? ფეხბურთელობა რა პროფესია არის? ხო, ვიდეოც გავხსნა ნახე, ხო. ხო და თავარი გადამწყვეტი ხო არისო? ირაბებო. ირაბებო, რა თქმა უნდა არისო. გადამწყვეტი, მაგრამ ნუ ოჯახი ზოგადად ოჯახში შექმნილი მდგომარეობა. ოჯახშიც ხო, ნუ რაღაც ცოტა ისეთია რა, ფეხბურთში თუ ძალიან მაგარი არ ხარ თავიდანვე ეთყობა რა, ნუ მაშინ შენი კარიერა შეიძლება შედარებით მალე დასრულდეს და ნუ რაღაც ისერჩები რა, უკვე ახლიდან იწყებ მერე ცხოვრებას და ჩვენც ერთი საერთო გადაწყვეტილებით
სწავლა მომჯობინეთ, ასე ვთქვათ. ადრე რო ამბობდნენ ხოლმე ჩემს ოჯახში ამას, რომ აი რას აკეთები ხლა, რა სიტყვიან, ვინ არიან ამის მშობლებია, სულ მეგონა რომ აი ის რაში აინტერესებს ხო მე ვარ და რაღაცა მე რო იზრდები ხვდები რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს შენს ოჯახს. და ეს განაპირობებს როგორც შენს ხასიათს, მაგრამ უკვე ქცევებს და იცი რა ირა ბებოს იცნობს ძალიან კარგად მაყურებელი და შესაბამისად ხვდებით თუ რა და როგორი შვილიშვილი გაზარდა. ნამდვილად ძალიან ვაფასებ ბებია ჩემი ზღვაწს. ვიცი რა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს. კი ბებია ჩემთან ერთად გავიზარდე ფაქტობრივად. სანამ წავიდოდი გერმანიაში, მანამდე სულ ერთად ვიყავით რა. ძირითადად ბებია ჩემი პენსიას იღებდა ფულის გამორთმევის ურთიერთობა მქონდა რა, ბებო 5 ლარი ხო არ გაგა რაღაც ბავშვი რო ვიყავი და ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის 5 ლარი ბებია ჩემს. აი არ არსებობდა რომ რაღაცა მეთხოვნა და უარი ეთქვა რა. წარმომიდგენია. კი. ეხაც დარწმუნებული ვარ გვიყურებს და ზოგადად ძალიან უყვარს ეს სფერო რა. ნუ მე ჩემგან დაიწყო ყურება და ნუ ეხლა ჩემს გარეშეც უყურებს YouTube-ს ზოგადად, არა მარტო Hungry Men-ს. ირა ბებო გამოგვიწერეთ. ბებო აუცილებლად გამოიწერე, არ დაგეღაროს. შედი YouTube-ზე. გაიარე რეგისტრაცია. იმიტომ რომ ისე უყურებს დარწმუნებული ვარ, არის ის მაგრამ ისწავლე. სწავლას ებერენდე უნდა თქვა. ხო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვეობას ფეხს უწყობს და ყველაფერი გამოსდის არაჩვეულებრივად. სხვათა შორის ბებია ჩემი ახლა მიიღო პირველი სარეკლამო შეთავაზება რაღაც კომპანიისგან და ჯერ არის ის არ მithქვამს. კარგი, რამდენი სიურპრიზია. უნდა ჩავწერო. კარგია. ამოდი არ უთხრა. თუ ვერ მოითმე. არ უთხრა, როდის არ უთხრა? აი ამ ვიდეოთი რო გაიგო. ამ ვიდეოთი გაიგოს, ოკეი. ძალიან მიხარია. წარმატებები ქალბატონო ირა, გისურვებთ კიდევ უამრავ შემოთავაზებას. მარტივად გთანხმდება ხოლმე გადახებებზე, თუ გიწევს აი დიდხანს დაყოლიება, რომ ბებო წამოდი. არა, ბებია ჩემი არ ვთანხმდება, მე ვთანხმდები, იმიტომ რომ ბებია ჩემი სუხოძეა და სულ ემნება რომ რამე საინტერესო თუ იქნება გამithვალისწინეთო და ჩვენც რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ. იმიტომ რომ ცალკე მესამე Hungry Men-ია უკვე ფაქტობრივად ძალიან უყვარს ხალხს და ქუჩაში სულ აჩერებენ და ყოველდღე რომ მირეკავს და მე მიყვება რომ აი დღეს ესე მithles, დღეს ესე მithles და ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს ამითი და მეც ძალიან ბედნიერი ვარ და ორგანულია ძალიან. აი არ არსებობს რომ რაღაც უთხრათ და ზუსტად ის გააკეთოს რა. ყოველთვის თავისი ინტერპრეტაციით აკეთებს და ძალიან კარგად გამოდის და ერთ თუგზე მეტი არასდროს არაფერს და არ ჩაგვიწერია ირას შემთხვევაში. პატარაობაში რას გეძახდა ხოლმე? გქონდათ ორი ზედმეტ სახელი. ბებუჩის ეძახდა და ეხლა ეგრე მიწერე ტელეფონში. რამდენი არ მილაპარაკია ბებია ჩემზე და დარწმუნებული ვარ უბედნიერესი იქნება ამ ეპიზოდს რო უყურებს. რამდენად ხშირად გაკრიტიკებს ხოლმე და იუთუბერობა პროფესია იყო მისთვის? ხო არ ვიცი. გაკრიტიკებით არა, პირიქით ძალიან ამაყობს და ყოველთვის გვერდში მიდგას იმით, რასაც ვაკეთებ. ერთ-ერთი პირველი იუთუბერები იყავით ამ სივრცეში. გაამართლები და არ გაამართლები და სერიოზული იყო თქვენი გადადგმული ნაბიჯები თუ არა, ეს არავინ არ იცოდა. მაშინ ჯერ კიდევ შიში იყო. თქვენი დამოკიდებულება ამის მიმართ, აი ამ შიშის მიმართ როგორი იყო? ძალიან საინტერესოა, რეალურად იქ იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც რაღაც ახალ ეტაპზე გადავედით და ნუ თავიდან სტუდია გავაკეთეთ, რომელიც YouTube-ზე არავის არ ქონია. საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვდა და მაშინ ნუ საკმაოდ რთული იყო მაგ თანხის მობილიზება ჩვენთვის. იყო რაღაც კომენტარები, ნუ ოჯახის წევრებისგან ნაკლებად, იმიტომ რომ უფრო ჯეროდათ ჩემი და ჩვენი ზოგადად. მაგრამ ხომ აი გარშემო მყოფები ადამიანებისგან, ყოფი მეგობრებისგან და ასე შემდეგ იყო რომ ნუ ღირს თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ ეტაპზე გადაყვანა ჩვენი საქმიანობის. რადგან ჯეროდა იმის, რასაც ვაპირებდით. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რისი გჯეროდათ? იმის რომ ეს სფერო განვითარებადი იყო ძალიან საქართველოში და ის გეგმები რაც ჰქონდა დასახული, კომპრომისებს მოითხოვდა ბევრი მიმართულებით და ღირდა რომ იქ გაგვეთმო რაღაცები, ზოგის იდეაში ყველა სამსახურიდან წამოსულიყავით. პლუს ის არის რომ საკმაოდ კომფორტულად ვიყავით, სადაც მუშაობდით. საკმაოდ კომფორტულად და კარგ პოზიციებზე, მაგრამ მოგვიწია ამ ყველაფრის დათმობა, იმიტომ რომ უბრალოდ გჯეროდა, რასაც ვაკეთებდით და ძალიან კარგად ვქონდა წარმოდგენილი რა შეიძლება და ყოფილიყო შემდეგ. პირველი სპონსორები იყო თქვენი? პირველი სპონსორი იყო, მე რამ დაახლოებით მე-5, მე-6 ვიდეო იყო. ზუგდიდში რესტორანი დიარონი, რომელიც ეხლაც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რესტორანია, საუკეთესო კერძები აქვს. ძალიან მიყვარს. საუკეთესო,
წლებია სტაბილურ ხარისხს ინარჩუნებენ და გადასტურებ. პირველად იყო მეგრულ კერძებს ვაგემოვნებდით და მაგ დროს ჩვენ თვითონ დაუკავშირდით თუ არ ვცდები რა, ზუსტად არ მახსოვს იმათი მხრიდან იყო თუ ჩვენი მხრიდან, მაგრამ 2000 ლარი იყო ანაზღაურება მაგ დროს, რომელიც ნახევარიც დაგვეხარჯა გზაში. გზაში, მაგრამ ჭამაში არა. ჭამაში არა. ერთი დღით რო იყო სხვა იუთუბერი, ქართველი იუთუბერი, რომელი იქნებოდი? რა ვიცი, რომელიმე მოგზაური, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ბევრ ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა. ეს იმიტომ რომ მოგზაურობა გიყვარს, მაგრამ კონტენტი ვისი გიყვარს, აი ეს მოინტერესებს და ვისი მოგწონს, რა ერთი კონკრეტული მითხრა, მთელი მისი ხასიათიდან გამომდინარე, მისი აუდიტორია. ალბათ კაკოს კონტენტი ყველაზე მეტად მომწონს. თან ძალიან კარგად ვიცი ხარა როგორ საერთოდ ჩემ ხელში გაიზარდა და ძალიან მომწონს როგორ ტრანსფორმირდა თვითონ და აი ამ პროცესით როგორ შეიცვალა თან როგორ кайფობს რა და თან ეს იცის თუ არა მან ანუ ღიად ერთმანეთს რამდენად აკეთებ კი ყველა ვიდეოს მერე ნუ ყველას ვერ ვნახულობ მაგრამ რასაც ვნახულობ და მომწონს უზიარებ და თვითონაც ანალოგიურად მოდი აი გადავალოთ თვალი თქვენს მიერ გადაღებულ ვიდეოებს კონტენტს და აი რა გახსენდება ყველაზე ესეთი რთული გადასაღები გქონია რაიმე ესე ჩავარდნა და არ გამოგვივიდა არ ყოფილა არასდროს რა უბრალოდ იქამდე ვიღებდით სანამ ვიდეო არ შედგებოდა მაგრამ იყო რამდენჯერმე მომენტი როდესაც ჩავწერეთ მთლიანი ეპიზოდი და უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა უარი გითხრა მაშინ როდესაც გაიგო რომ ფრენკში იყო და ამოჭრა მოგვიწია რა რა გასწავლა თვითონ Hungry Man-მა რა ვიცი საკმაოდ ესეთი კითხვა რთული ალბათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც შრომის მოყარეობა იმიტომ რომ აი ამ 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი როდესაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან მარტივად შეგვეცდო რომ დიდი პაუზა აგვიღო დაგვესვენა ეს ვიდეოები წინასწარ გადაგვიღო ეხლაც დაახლოებით 4 თვის წინასწარ გვაქვს გადაღებული ყველაფერი რა რაც უნდა დაიდოს მაგრამ თავს არ ვაძლევთ იმის უფლებას რომ გავჩერდეთ სულ ერთმანეთს უყურებთ ერთმანეთს ვამოტივირებთ და ეგ შრომის მოყარეობა ალბათ ძალიან დიდი ფაქტორია იმის რომ წარმატებული იყო რა რას გეგმავს ამომავლოდ რა არის შენი მიზნები და ოცნებები? აი ახლა თუნდაც 5 წლის შემდეგ სადაც წარმოგიდგენია ნიკა ვასეძე. ზუსტად ვიცი რომ ამ მიმართულებით მინდა გაგრძელება რა, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და სანამ სიამოვნებას მივიღებ, აუცილებლად გავაკეთებ. თუ ვეღარ მივიღე, სხვა გზას ავირჩევ ყველა ვარიანტში, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ვკაიფობ და ესე არ ვფიქრობ 5 წლის მერე რა იქნება რა. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი საუბრებისთვის. ახლა მოვიდა დრო იმისა, რომ კვლავ ბარის მიღმა გადავინაცვლოთ და ამჯერად შენ ხო საავტორო კოქტეილი მოგვიმზადე, თან მე ვსვავ, შენ არ სვამ, ნახე? მე ვტრუბავ. ხო. მე? შენც ვტრუბავ. მეტად. ჩემი აზრით მოვედაგით ყველაზე გადამწყვეტ რაუნდს ფიქიზის. ახლა მე და ნიკა შევეჯიბრებით ერთმანეთს და მოვამზადებთ Easy Mix Fireballs Ginger-ით. როგორ მზადდება, ამას უკვე საბა აგვიხსნის და შემდეგ უკვე დაიწყება დროის ათვლა. ჩვენ შევეჯიბრებით ერთმანეთს და ნახოთ, ვინ გააკეთებს უფრო მალე და უფრო გემრიელ Fireballs Ginger-ით. აბა წარმატებები შემოსალმი. აქ გვჭირდება მხოლოდ 2 ინგრედიენტი, Fireball-ი და Ginger-ელი. დანარჩენი უკვე მონაწილეებზეა დამოკიდებული, რას როგორ გაართმევენ. 1 2 3 აღარ ეტევა. კარგია. ყინული საგა. ანუ მიაგნო ჩემო ნიკოლო. ხილად. ხილად. გებია რა. გაჭერი. აუ ნიკო უკვე დაიწყე ხო? გაჭერის შუაზე. აუ მე ვარ. ჩემ ფახარა. ჩემი ის მოიპარე? როგორ დავამთავრე იცი? რამე ხوار გამორჩა. კარგია. მორჩი მე.
რაღაც გავიწყდება ნიკა. მოეხმარები. ნახოთ სალონე. საკმარისია. ეხლა ხონიკი. მეღადავები? მიდი, ძალიან არ დაგიქცეს კიდე. ნიკა, მეღადავები ხო რაღაცას? მე არაფერს. იჩქარე სალომე, დრო მიდის. სალომეც მორჩა. მორჩა ვარ და. დამახსენდა. ოჩა, ძალიან სილამაზე შექმნილი მართლა. ნიკას დაჭირდა წუთი და 37 წამი, იმისთვის რომ კოქტეილი მოემზადებინა, ხოლო სალომეს 2 წუთი და 5 წამი. სალომე დროში მოიგო ნიკამ, რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, სალომე ცოტა მწუწავა ესე რომ თქვა და დასვარა. ნიკამ ბევრად სუფთად იმუშავა. ერთი რა სასმელი მომპარე დასაწყისში და შემიშალი ხელი და მეორე რომ პინცეტი არ გამოგიყენებია. აი ესეთები არიან ქალები, ესეთი სამართლიანები. კარგი, მე ხელ დავაგემონებ ორივე მარტო კოქტეილს ვიზუალი ვერ გიშვებს და ნიკამ. შევაფასებ რომლის უფრო გემრიელია. თან დავატრიალე რა. საკმაოდ ნორმალურად. დაბალანსებულია გემოები. აბა ერთი რა იმიტომ რომ თვითონ Fireballs ძალიან მკვეთრი გემო აქვს დარიჩინის. აბა სალომეს ენახოთ. შეხოეთ შემდეგ ეპიზოდში ვხვდებით ერთმანეთს. ეხლა რაღაცა რო არ გადმომექსხედავ როგორი არის კომფორტული ეხლა. აი მე გეტყვი როგორ უნდა დადიო ნახე. აი ეს მოდი. ქვემოთ არის სასმელი. უნდა მოგერია სალომე შეგახსენე. სალომეში Fireball უფრო ძალიან იგრძნობა და ნიკაში უფრო ნაკლებად იგრძნობა გემონისთვის, რომ ნიკამ გაიმარჯვა. ამფოხო. გაუსინჯო აბა. თორ ცუდი კი არ არის შენი. ამაში ნაკლებად იგრძნობა და შენში მეტად იგრძნობა, რომ მეტი Fireball ჩაასხი. აი ძალიან ჩვეულებრივია. ანუ კარგია ესე. აი ჩემი გასინჯა. ჩვეულებრივი რო ეგ არის აი ჩემი კაი. გასინჯა უბრალოდ ხო. ვერსინჯავ. სატრუპით. აი როგორ გასინჯა? აი როგორ გავსინჯავ მითხარ. აი ცუდი არის, უბრალოდ Fireball-ი ოქროთი და უფრო ყველაფერია ჩემი ეს. და ქულების შეჯამებით მოიგო ნიკამ. მადლობა ძალიან დიდი. წინასწარ ხარდა იყო ჩემი აზრით. აი იმისთვის რომ ჩვენმა მაყურებელმა კიდევ უფრო უკეთ გაიმეოროს როგორ მზადდება Fireball Ginger-ით, ამას საბაგვანახებს. მანამდე კი მაქვს კიდევ ერთი შანსი, რომ გაგითანაბრდე ანგარიშით და შევიჯიბროთ კიდევ ერთხელ ერთმანეთს თამაშით. მოგონა წესები ძალიან მარტივია, ჩვენი მაყურებელიც ხვდება და შენც ხვდები, რომ აი ამ ყუთში არის მოტივებული რაღაც ნივთი, რომელიც არც ერთმა არ ვიცით რა არის, იმედი არ შევეხები. და უნდა გამოვიცნოთ რა ნივთი მოგვიმზადეს ჩვენმა გუნდის წევრებმა. კი ბატონო. ვინ დაიწყებს? შენ გადაწყვეტე. ჯეირანი ხარ თამაში. მოდი. მოდი. ჯეირანი. კაი, დაიწყე. დავიწყო? მიდი. ცოცხალი არ არის არაფერი. გასაგებია. ბანანია. ხო. ბანანის ქერქია. კი ბატონო. ყოჩი. ვიცი რაც არის. აი ლიმონი რომ უნდა ჩადო და ეს რომ უნდა ჩაჭყლეტო ეგა. ქვიზერი. კი ბატონო, სწორია, ყოჩა. ერთი. კი ბატონო, გასაგებია რაც არის. რა არის? რაღაც ზღარბივი ტიპი როა რა ეს. ხო. ზღარბი. აი კარი. 2-1. მოვიდენ? მოგზანდით. აი ეს რთულია პირდაპირ გეტყვი. კი. რა მხელა? მაგიტომაც ხილად შევადგილ, ცოტა ხილად ვიქნებოდი. ეს რატოა ცალკე? ვარსკვლავი? ეს ვარსკვლავია? არ ვიცი, თვითონ
რა არის? ეგ უნდა გითხრა. რა საყვარელია? კაი, რატო იცინი? იმდენ წარმოდგენა არ გაქვს რა არის. შენც არის გიცოდნენ უბრალოდ. მე ხა უყურებ და მაინც ვერ ხვდები რა არის. შემიძლია ეკითხე. აუ, ძალიან კაი ტკბილისუნი მოვიდა. შეიძლება სამზარეულო აუ, დარბაზის ვიცი რაც არის. აუ, როგორ მივთქვა რა. ძალიან მარტივად შეგიძლია თქვა ორი სიტყვით. ხო, გამბის ნახევარი. ვიცი. ამოიღო და შეხედა თან რა ვიცი. ძალიან გემრიელია, გინდა? არა, მადლობა. რა საყვარელია. მობრძანდი. ეგეთ რთულია უკვე? იცი რა არის? დიახ. ეხლა რთულდება თამაში, იმიტომ რომ ორი გამოვიცანით, ხო, ორი ნივთი. მესამეზე ეს ჩაფიქრებული. ხელი ახლოს არ მიგაქვს პირთან და ცხვირთან. აჰა. ხო. არც თავი მიგაქვს დაბლა. რატო იცინით ყველა? კაი, მოიცა ერთი ზოგადად. აუ, ხელი არ მიგაქვს ცხვირთან და თვალი მომიხარე, მოდიშ. მიდი. კაი, მიდი. ხამამია. აუ, სული მეცა. ყოჩა. გაუხსენი ხო? სალამი, ხო იცი წინაწესები ეხლას მოქმედებს. თვალის მოხანა შეიძლება. თვალი შეიძლება, ეხლა თუ არ გეფხარება, არა, ძალით მეგონი ხალხი მიხვდება, სამი კამერა გიყურებს. ცხვირთან და პირთან არ მიგაქვს. კი. პირთან შეგიძლია. საპონი. ბრენდი? სეიფგარდის საპონი. Safeguard. Sorry. Always. აბა. მოვიდე? არაფერი არ არის, ხო? ეს არის გამოსაცნობი, რომ ვიცოდე. ხო. ბუმბული, არა, მოიცა? აქაც არის. დაკრული რატოა? აი, ჩაწიე ხელი. ხო. არა, აქ შეიძლება იყოს. ანუ ბუმბულია ფაქტია და რა ბუმბული არის ეს? ვისი ბუმბულია? ბუმბულის. არ ვიცი. ეს საფონზე რომ მკითხე, მინდი მეორე ხელს დაიხმარე. ბუმბული თუ არის, всё ეგ არის. არა, ბუმბული არ არის. ვაფუჭე? აი, არა, აი ეგრე, კაი ეგრე, ხო, ეგ კაია. ზღართულია ეს. ბუმბული არ არის. შეგიძლია ცხვირთან ან პირთან მიიტანო. შემიძლია? არაფერს არ აქვს, გასაგებია რომ არაფერს არ აქვს, და შენ არ მეთქად. ეს ბუმბულია, მაგრამ ნახე უკვე. წამწამია? ხო. წამწამი როგორ მივხვდი? რა ვიცი, რა პრობლემა იყო? კაი, ვერ მივხვდი. მობრძანდი. იმედია შესაბამით არ გამეწელება. სახეხი, აი, ჩამჯდარი რაღაცები რომ და გახიხო კინის რო არის, სინის. ეგ არის ეგ. ხოჩა, ხოჩა. ის ლიმონით რო ისქენ ჩავაწოვე თუ რაღაც. ეგ ჩემი იყო. ხო, მაგრამ სკვიზერი. სკვიზერი და ეს არის ესე რომ უნდა დაადო და დაასხაზებოდა, არ ვიცი რა ქვია მაგას. სტრეინერი. სტრეინერი. მოკლედ, თუ გამოიცანი, ახლა იგებ და მეგობრობა იმაგრებს. მაგრამ თუ ვერ გამოიცანი, აქ შემთხვევაში ამ რაუნდში ფრეია და ზოგადად მე ვერ გამოიცანი. ხარ ხმარჩა. უნდა გამოვიცნო. სკვირთან პირთან არასად. აი.
ეს არის რაღაცა ხო, რაღაც იოგურტი, მაწონიან არაჟანი. დაამატა კიდე 1-2 ეს. არაჟანი. არაჟანი. ეხლა ვინ არის გამარჯვებული ვერ ვხვდები. მეგობრობა, ხელი ჩამოვარდე. აი, შენ ნამდვილი მეგობარი. და შენ იცი მეგობრობა. კი ბატონო. ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, მოკლედ სხვადასხვა ფრონტზე ვიბრძოდით გამარჯვების მოპოვებისთვის და ღირსეული მეგობრული აიქრობა თამაში შედგა. საბოლოოდ. ხო, ასე გამოვიდა, ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გვიმოსპინძლა ამ არაჩვეულებრივმა სივრცემ, რესტორანმა ლილემ და სპიკ-იზიში არც ერთ სტუმარს არ ვუშვებთ უსაჩუქროდ და რა თქმა უნდა, მით უმეტეს შენ არ გაგიშვებთ უსაჩუქროდ და თან არ მხოლოდ შენთვის, არამედ შენი მეგობრისთვის, მეორე ჰანგრიმენისთვის, გუგოსთვისაც გვაქვს საჩუქრები. უნდა გადმოგცეთ, რა თქმა უნდა, Fireball-ი, დარიჩინის ლიქიორი. ორმოსი მადლობა. თან მიხარია რომ დარჩენი ბევრს არ მოსწონს და შენ როგორც მივხვდი მოგწონს და გიყვარს ხო გებონურეთ და ასევე ginger ale ესინებეთ თქვენ ბატონიკა ორმოსი მადლობა და მეორე საჩუქარიც რა თქმა უნდა ეს არის Jim Beam-ი ნომერ 1 ბურბონი მსოფლიოში და აქაც არის რა თქმა უნდა ginger ale საკმაოდ მრავლად იმისთვის რომ შენს ძალიან წარმატებულ სტაფს და მეგობრებს გაუმასპინძლდე დიდი მადლობა რომ ძალიან დიდი მადლობა შენი პირიქით. სტუმარი ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. აუცილებლად გამოვიწეროთ არხი. უფრო მეტი мотиваციისთვის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფორმატია. მსგავსი იდეაში საქართველოში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ მინახავს და ზოგადადაც არ მინახავს და საჭიროა რომ ხალხიც უფრო მეტად ჩაერთოს რა, რომ უფრო შემართებით და ბევრი мотивაციით გააგრძელოთ მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო რეკომენდაციებისთვის. ბევრი რჩევაც მივიღე, საიდუმლოებებიც ითქვა და მოკლედ ამ ყველაფერს რა ხდება? ეს ტრამე როგორ გიქეთებია? აი, არა, იცი რა ქნა ეს ციტოთ ეროვი დაწერა და ეს არ არის კარგი. მოიცა, არ დავამთავროთ ეხა? ნიკა, მითხარი რომ კარგ ფეხზე ხარ მოსული. აღდგენადი არ რამე რო იყოს ეს. მართლა? ეს ვისი ხმა? ვისი ხმა? ორივე ხმა არის, მარტო ბარმენის ხმა არის ხალხი. ღადა. გამოცდილება არ ქონია, დაგვეხმარე. აი, მოდი ჩავწეროთ, დავხმარება ჩავწეროთ. კაი, რას შვებით ეხა რა არის გამოსავალი? რა ვწერ თორემ? ხო, არა, უეჭველი ხა ცოტა ხანში უნდა გავიდე. 15 წუთში. ანუ რასაც მოვასწრებთ, აბა სხვა რა გზაა? ტექნიკური რაღაცები ძალიან ხშირად ხდება ზოგადად რა. კაი. 1 2 3 დავწყოთ. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა YouTube არხზე ერთმანეთს შევხვდით Speak-Easy არხზე. დღევანდელი ჩემი სტუმარი ის ადამიანია, რომელსაც აი ამ სივრცეში ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, თუმცა მაინც ვიტყვი, ნიკა ვასაძე. ერთ-ერთი ღირსეული ჰანგრიმენი. იმ ორიდან რომელიც შემორჩა YouTube-ს, კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა რომ დააკონკრეტე. ძალიან დაგვალეთ. უხამკაცრი ვიყავი. ხო. როგორი შეგრძნება, როცა გპრანკავენ? მპრანკავენ? ეხლა მპრანკავ თუ რატომ მეკითხე მაგას? არ მაინტერესებს როგორი შეგრძნება? მე არ მოხვედრილ ვარ თქვენს ობიექტივში. არ გიჭერი ვართ ჯერ. წინვალე. რა კითხვა? მე რა ეხლა მპრანკავთ ამ წამს თუ რა? ის იმიტომ ეწერა ეს ას მაიმულო. კაი, დავიდა. რა დავიდა? რაღა დავიდა? გაიხარეთ, კაია. საკმაოდ ესეთი ანუ ძალიან ცუდი ხალხი ყოფილვართ ჩვენ. ინერვიულე? ეხა?
ხო, არა, აი ხმას ამბავსო. თუ რა არა, მე ვფიქრობ, რომ აღდგენადი იყო ეგ ისედაც რა, მაგრამ ეს დაწუნებული იყავი. მაგრამ დროის უნდა აყოლოდ შენ 2 საათი კიდევ და დარჩიო და რაღაცა რა. მაგრამ კაია, კარგი. ვერ მივხვდი ვაფშე, საერთოდ. ვერც ერთი წამით. მოკლედ, იმედია რომ კარგად შედგება და გაბრაზებული არ ხარ ჩვენზე. არა, ძალიან პროფესიონალები ხართ, რომ არც ის არ დაგეთყო სხვათა შორის. ლაშა მუმლაძე, კადრში. Bravo, bravo.